ეს გასულ თვეში შეიარაღებული დაჯგუფების მიერ ეთიოპიაში მორიგის სოფლის დაკავების კადრებია. დაპყრობილ მოსახლეობას შემდეგ წიაღისეულის მოსაპოვებლად გარეკავენ. ექსტრემისტთა წინააღმდეგ სამთავრობო ჯარებს ეთიოპიაში ამერიკელი სამხედროები ავარჯიშებენ. თუმცა მათი უმთავრესი ფუნქცია ამერიკელი დიპლომატებისა და კომპანიების დაცვა. ეთიოპიას ექსტრემიზმთან ბრძოლაში ვეხმარებით. თუმცა ჩვენი მთავარი მისია ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოება და საჭიროებისას მათი დროული ევაკუაცია. და რას აკეთებენ ამერიკელი მოქალაქეები ექსტრემიზმით მოცულ აფრიკაში? ფულს ამერიკული და ევროპული კომპანიები იქ სხვადასხვა წიაღისეულს იაფად ყიდულობენ და დიდ ფულსაც შეოვლობენ. რამდენ მტვერსაც სუნთქავს ადგილობრივი მოსახლეობა, იმდენ დოლარს. ცნობილი გახდა, რომ ბელგიელი ბიზნესმენის მეშვეობით ევროპულ კომპანიათა მთელი ქსელი კონგოდან $100 მილიონი ოქროს არალეგალურ ექსპორტს ეწეოდა. ოქროს მოპოვება კუსტარულად, ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ხდება. სამუშაოებზე ათასობით ოჯახს ნახირივით ერეკებიან. მიწის თხრა მათ ხელებით უწევთ, მათ შორის ბავშვებსაც. ოქროს გარდა ისინი კობალტს მოიპოვებენ. ზედამხედველები ტერორისტები არიან და დასავლური კომპანიებიც ნედლეულს მათგან ყიდულობენ. ამ გარემოში მოიპოვებს კობალტს შვეიცარიული გიგანტი გლენკორიც. აქ სამუშაოებს გლენკორი აწარმოებს. კომპანიის პოლიტიკაა, რომ ფეხმძიმე ქალებმა და ბავშვებმა არ იმუშაონ. თითო კაცი დღეში რამდენიმე 100 ტომარა მადანს აგროვებს. ანაზღაურებას ერთმანეთში თავად იყოფენ. კობალტის მოპოვებით კონგო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. იქ ასევეა ოქრო და ალმასი. ათობით ათასი ბავშვი 21 საუკუნეში ტერორისტთა მონაა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში დასავლური კომპანიების გასამდიდრებლად იძულებით მუშაობს. მონების სამართავად ტერორისტული ჯგუფები კონგოში რუანდიდანაც შემოჰყავთ. რუანდაში წლებია საფრანგეთის მთავრობაა აქტიურად ჩარეული. საფრანგეთს ან ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევა კონგოსა თუ რუანდაში არ ანაღლებთ, სადაც მათი კომპანიების გასამდიდრებლად ტერორისტები ბავშვებსა და ქალებს ლუკმაპურის ფასად აიძულებენ მუშაობას. სამაგიეროდ საქართველოს ასანქცირებენ. როგორ ბედავთ და ჩვენს მეხუთე კოლონას კანონის დაცვას თხოვთო. რა უნდათ საქართველოსგან? საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და საერთოდ მონაცემები ყველაფერი რაც გააჩნია ჩვენ ქვეყანას ეკონომიკური მონაცემები, აჩვენებლები იმისა, თუ რას წარმოადგენს სტრატეგიულად დამაკავშირებელი გზა აზიასა და ევროპას შორის. ალტერნატიული დერეფანი, ენერგო რესურსების მოპოვების ადგილებთან სიახლოვე. რასაკვირველია, ძალიან მიმზიდვას ხდის ყველა ქვეყნისათვის, ან ქვეყანათა გაერთიანებისათვის. სასურველის მისაღებად კი ორი გზა არის. ისე როგორც აფრიკაში მთავრობის ყიდვა, ან ისე როგორც უკრაინაში მაიდნის მოწყობა და ნაყიდი მარიონეტით ჩანაცვლება. ეს ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება? მერე რა, საქართველოს ხომ ევროპა არ არის? ევროპა სამოთხეა, დანარჩენი კი ჯუნგლები. ჩვენ თავი უნდა დავიცვათ ჯუნგლებისგან. ამისთვის კი უნდა გავიდეთ ჯუნგლებში და მოვარჯულოთ. ჩვენ მათ მივაჩნევთ ჯუნგლებად, ჩვენთან უნდა იყვნენ მონის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. მონო და სახელმწიფო უნდა ქვიოდეს ფორმალურად. სინამდვილეში უნდა იყოს ეს კოლონია. და რასაც ეტყვიან მეტროპოლიიდან იმის შესახებ ყველაფერი უნდა მიიღონ ისე, როგორც მათ სურს. ვის სჭირდება ეს? ეს სჭირდება მათ deep state-ად წოდებულს, თუ ომის პარტიად წოდებულს, თუ ეს უშველებელ რაღაც კორპორატიული მმართველობის ფოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელიც მაშინ დადგება საფეხზე, როცა უბრძანებენ და ყურმოჭრილი მონად იქცევა. და გააკეთებენ ყველაფერს იმას, რათა სხვის ინტერესი იქნეს გატარებული და საქართველოს ხელისუფლების ცვლილებაც სწორედ ამიტომ უნდათ. ქართული ოცნების მყარი პოზიციის გარდა ამ გზაზე Deep States ამერიკულ და ევროპულ შტოებს შორის შუღლიც აფერხებს. ტრამპი, რომელიც ტექნოლოგიურ მეგაკომპანიებს და ილონ მასკს წარმოადგენს, ევროპულ ოლიგარქიას აჩოჩებს.
ამ დღეებში კონგოს, რუანდასა და თეთრ სახლს შორის შეთანხმებაც ამის მაგალითი იყო. ბევრი ჩვენი კომპანია მუშაობს ორივე ქვეყანაში და ეს მით უფრო გაფართოვდება, რაც ჩვენ მთავრობები ასე კარგად შევეწყვეთ ერთმანეთს. თქვენი იშვიათი მიწა-მეტალები საუკეთესოა მსოფლიოში, ისევე როგორც თქვენ შორის დღეს გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება. That's beautiful. That's very good. We have a good photographer. Beautiful. This is just the way great powers act. დიდი ძალები ყოველგვარი მორალისა და კანონის გარეშე საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. მცირე ძალისთვის გადარჩენის ერთადერთი გზა თავადაც გაძლიერდეს და ეცადოს თავის რეგიონში წამყვანი ძალა გახდეს. სხვა შემთხვევაში მას სხვები გადაყლაპავენ. ჩვენი ვასალი გახდი და დაცული იქნებიო, ამბობს Deep State. თუმცა რა მოაქვს ამას შედეგად, უკრაინაა მაგალითი. სოფლიო ტრანსფორმაციის პირობებში, როგორ შეიძლება გადარჩეს საქართველო? ნატოს შეაფაროს თავი? არა, ნატოსთან მიახლოებაც კი ომში ჩაბმას ნიშნავს და ეს მას უარეს დღეში ჩააგდებს, ვიდრე უკრაინა. ზოგს გონია, რომ ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. თუმცა იქვეა თურქეთიც, ევროპის ყველაზე ძლიერი სამხედრო ქვეყანა და არიან სხვა მოთამაშეებიც. შესაბამისად, საქართველო რომელიმეს კი არ უნდა ჩაბარდეს, არამედ ყველასთან თანაბარი ურთიერთობა აწყოს. I think this is absolutely correct. სრულად გეთანხმებით, არ არის საჭირო რომელიმე სუპერძალა შეეკრა. მათ ისედაც სურთ შენი გადაყლაპვა და საქმე არ უნდა გაუადვილო. გამოიყენე კარტები, რომელიც რეალურად გაქვს და რეგიონის დიდ ძალებთან ეკონომიკურ ინტერესებზე ააწყო ურთიერთობა. კონგოსგან განსხვავებით, საქართველოს იშვიათი მიწა-მეტალები არ აქვს, თუმცა აქვს სატრანსპორტო დერეფანი და პორტები. სომალის მსგავსად, რომელიც Deep State-ის მეოხებით ომსა და შიმშილში ეხრჩობა. მთავარი სხვაობა ორ ქვეყანას შორის მართვის სტილია, თორემ 30 წლის წინათ სომალისაც საქართველოს მსგავსად შვეიცარიას ადარებდნენ. და ისტორიულადაც სომალი კაცობრიობის აკვანია. ქრისტემდე 6000 წლის წინანდელი მხატვრობაა იქ შემორჩენილი. Much of the oil that comes from the Gulf. ევროპისკენ მოძრავ სანავთობო ტანკერებს ყველას სომალის წყლების გავლა უწევს, ისევე როგორც ჩინეთიდან, სინგაპურიდან თუ კორეიდან ევროპისკენ მიმავალ ხომალდებს. To the east. ინდოეთის ოკეანისა და ორი ზღვის გასწვრივ სომალი 3000 კილომეტრზეა გადაჭიმული და არაერთი სავაჭრო გზის გასაყარზეა. გასულ საუკუნეში ის იტალიამ, ინგლისმა და საფრანგეთმა ერთმანეთში გაიყვეს. შემდეგ კი ამერიკაც შეუერთდათ. უმცროსი ბუში სომალელ ექსტრემისტებს შეეკრა და სომალის პორტებზე კონტროლი დაიბრუნა. დღეს კი ამერიკა იქ იმავე ექსტრემისტებს ხოცავს. აღარ სჭირდება. We're embedded with the Somali Special Forces unit known as Danab. These are ეს სომალის სამთავრობო სპეცრაზმია, რომელსაც ამერიკელები წვრთნიან. ეს წუთია მოვიდა ინფორმაცია ალ-შიბაბის ტერორისტთა ლოკაციაზე და ახლა იქით გაეშურება. არ არსებობს Deep State-ისთვის პარტნიორები. მას მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებს. დღეს რომ ხელს ჩამოგართმევს, ხვალ ზურგში მახვილს ჩაქცემს. I begged the Ukrainians. ვეუბნებოდი უკრაინის მთავრობას გადაარჩინეთ თქვენი სუვერენიტეტი, თქვენი ქვეყანა. შეინარჩუნეთ ნეიტრალიტეტი, არ დაუჯეროთ ამერიკელებს. ჰენრი კისინჯერის შეგონებაც კი გავუმეორე, რომ სახიფათოა იყო ამერიკის მტერი, მაგრამ სასიკვდილოა იყო მისი მეგობარი, არ დამიჯერეს. I repeated to them. ზელენსკი ცხადია არ დაუჯერებდა. კომიკოსის იაფფასიანი ტანსაცმელი სწორედ იმიტომ გახადეს და პრეზიდენტის მანტია შემოახვიეს, რომ Deep State-ის დაკრულზე ეცეკვა. ეს ბოროტი ტაკი მასხარა რო არის ამ ქვეყნის სათავეში და ძალიან კარგად ხედავთ რა მისია აკისრია და ამ მისიას ბოლომდე ახორციელებს და ტაშს უკრავენ. აბა შეხედეთ როგორ ხდებიან ყველგან. გუშინ გამოვიდა იმისი ნატოს გენერალური მდივანი და განაცხადა, რომ ის რა ქვია საომარი მოქმედებები უკრაინაში არის გარანტია მომავალი მშვიდობის. ომი რომ მშვიდობის გარანტიაა, ხო წარმოგიდგენია ფსიქიკა, მორალი ამ ადამიანის, ვინც ამას აცხადებს, რომ ომი ყოფილა მშვიდობა. და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ხედავენ აი ამ უკრაინიზაციაში სწორედ სწორ პოლიტიკას და ისეთ პოლიტიკას, რომელიც თითქოს და მოგვაშორებს რაღაც გარკვეულ საქართველოს მოაშორებს, ვითომ და
რაღაც პრორუსული პოლიტიკის ნიშნებს. რაც აბსოლუტურად არა თუ რეალობას არ შეესაბამება. მავნებლობის უმაღლესი დონეა. თუმცა ეს გასაკვირი არც არის იმ ფონზე, რომ Deep State-ი თავად ამერიკის პრეზიდენტსაც წარმატებით უგებს მახეს. ნატოს სამიტზე ტრამპს უთხრეს, შენოღონდ ომებში ჩაები და მამას დაგიძახებთო. ირანი და ისრაელი პატარა ბავშვებივით კინკლაობენ, როგორც სკოლის ეზოში იციან ბავშვებმა. ამიტომ მამიკოს მართებს ჩარევა და მკაცრად დატოქსო. კი, როგორც ჩანს მომიწევს. მარკ რუტომ დღეს მამიკო გიწოდათ. თქვენ თავად ბავშვებად აღიქვამთ სხვა ქვეყნებს. Do you regard your NATO allies as kind of children? No, he likes me. I think he likes me. არა, რუტოს უბრალოდ მოუწონვარ. და თუ შევატყვე რომ არ მოუწონვარ, მაგრად მოხდება. ისე კარგად კი მითხრა, მამიკო. მეფედ გამოაცხადეს ტრამპი იმის, რა ქვია, ნატოს თავყრილობაზე, ხო, 32-მა ქვეყანამ ოფიციალურად მეფედ გამოაცხადა. იმან გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენი მამაო. ოფიციალურად გამოაცხადა, ამას მთელი მსოფლიო უსმენდა ამას. ტრამპი არის ჩვენი მამაო. აი ეს არის შედეგი პორნოლიბერალური დემოკრატიის რა. და როგორ იქცევა, რას აკეთებს მსოფლიოს მამა და ერთპიროვნული ჰეგემონი. B2 ტიპის 7 ბომბდამშენს ისე გზავნის ირანში, რომ არც კონგრესს და მით უმეტეს გაეროს არაფერს ეკითხება. ისე ბომბავს ატომური კვლევის ცენტრს ისპაჰანში, რომ საკუთარი დაზვერვაც კი იქ ატომურ იარაღზე მუშაობის ფაქტს არ უდასტურებს. This operation underscores ეს ოპერაცია ამერიკული ავიაციის უბადლო სიზუსტეს ადასტურებს. They dropped 30,000 ჩვენ 15 ტონიანი ბომბები ჩამოვყარეთ სამიზნეზე, რომელიც ზომით სარეცხ მანქანას არ აღემატებოდა. რატომ არ აღემატებოდა სარეცხ მანქანას? იმიტომ რომ სწორედ ამ მოცულობის იყო ირანის მიერ გამდიდრებული ურანი და ის თან გაეროს დადგენილ სტანდარტში ჯდებოდა. არანაირი საფუძველი ირანზე შეტევის არ არსებობდა. მხოლოდ შარშან გაეროს ატომურმა სააგენტომ ირანის ობიექტებზე 400-ზე მეტი შემოწმება ჩაატარა და არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენია. ეს დასკვნები საჯაროდ ქვეყნდება. რატომ არ განაცხადა ატომურმა სააგენტომ, რომ დაბომბვა შეცდომა იყო და არანაირი იარაღის პროგრამა ირანს არ აქვს. იმიტომ რომ სააგენტო ამერიკის წნეხის ქვეშაა და თუ რამეს ზედმეტ სიტყვიან ქუჩაში გაყრიან, დაფინანსება აღარ იქნებათ. თავიდან როცა ისრაელმა დაბომბა ირანის ატომური სადგური, სააგენტომ მხოლოდ ის თქვა, რომ შეშფოთებულია და იმ ქვეყნის სახელიც კი ვერ თქვა შიშით, რომელმაც ეს განახორციელა. არანაირი საბუთი იმისა, რომ ირანი ატომურ ბომბზე მუშაობს, არ არსებობს. ეს არის არაერთი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის და ატომური ენერგიის სააგენტოს დასკვნა. ირანი არ არღვევს არანაირ საერთაშორისო კანონს. მას ურანის 60%-მდე გამდიდრების უფლებაც აქვს. შეგიძლიათ დაზუსტებით თქვათ, რომ ირანის ატომური პროგრამა მხოლოდ დენის გენერაციას ემსახურება. დიახ, 60%-მდე გამდიდრებული ურანი, რაც ამერიკამ შეტევის მიზეზად დაასახელა, დაშვებული ზღვარია და თან ეს მცირე მოცულობა იყო, რაც მანქანის საბარგულშიც ჩაეტეოდა. ატომური სააგენტოს დასკვნაში ისიც წერია, რომ ეს მოცულობაც კი გაღარიბებას დაექვემდებარა. თუმცა ეს ნაწილი თეთრმა სახლმა გამოტოვა. ისევე როგორც უყურადღებოდ დატოვა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის ანგარიში, რომელიც ტულსი გაბარდმა დაბომბვამდე ერთი კვირით ადრე გააჟღერა. The IC continues to assess that Iran is not building a nuclear weapon. ამერიკის სადაზვერვო სამსახური ამტკიცებს, რომ ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს და უზენაეს ლიდერს. ხომეინის არ გაუწია ატომური ბომბის შექმნის მითითება. თუმცა ირანი განაგრძობს ისრაელთან მეტოქეობას და ასევე ზეწოლას, რომ ამერიკამ გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან. ირანი ეხმარება შეიარაღებულ ჯგუფებს რეგიონში, რომლებიც ისრაელს საფრთხეს უქმნიან. ესეც ირანზე თავდასხმის მიზეზი. კაფიოდ და გაცხადებულად, ტრამპი ისრაელის ინტერესებში მოქმედებდა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ასევე პირველმა დაარტყა ირანს და ამით ომის ახალი კერა შეუქმნა Deep States. When Tulsi Gabbard's still out there
თულსი გაბარდმა ცალსახად თქვა, რომ ირანს არ აქვს ატომური ბომბის პროგრამა და ამდენად აშკარაა, რომ ტრამპი Deep State-ის მითითებით მოქმედებდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს Deep State-ის სახელებით და გვარებით გაშიფრვა. ეს მის მრავალათასიან არმიასაც, რომელიც დღეს ისევ სტრუქტურებშია, ნიღაბს ჩამოხსნის. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დავკარგა. Subverting Trump's stated agenda, which is ეს ხალხი იჩემებს, რომ ტრამპის მეგობარია. სინამდვილეში კი მის პლატფორმას ანგრევენ, რაც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომების დასრულება იყო. რა მოაგებინა ტრამპს არჩევნები რეალურად? ერახში თეთრი სახლის პროექტის ჩაფლავებამ, რაც ზუსტად იგივე პროექტი იყო, რასაც ახლა ირანში ვხედავთ. ანუ ყალბი ბრალდებით, რომ იქ ატომური იარაღი მზადდება ქვეყნის ანექსიის გამართლება. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს ბლეფი იყო. ზუსტად იგივე პროექტია დღეს ირანიც. On my orders, coalition forces have begun striking ჩემი ბრძანებით კოალიციურმა ჯარებმა დაიწყეს ერახში სამხედრო ობიექტების დაბომბვა, რათა გავანადგუროთ სადამ ჰუსეინის შესაძლებლობა დაიწყოს ბირთვული ომი. There is no doubt that Saddam Hussein now ეჭვიც კი არ არსებობს, რომ სადამ ჰუსეინს აქვს მასობრივი განადგურების იარაღი და რომ ამ იარაღს ის ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებს. გაეროს მანდატის გარეშე ამერიკა თავს დაესხა ერახს. მიწასთან გაასწორა ქვეყანა და იქ ბირთვული იარაღის კვალიც კი არსად აღმოჩნდა. ერახში შეჭრას ტრამპი სამივე საარჩევნო კამპანიისას მომგებიანად იყენებდა. ახლა კი იმავე მახეში თავად გაება. თქვენ თქვით, რომ ბუშის ადმინისტრაცია მოიტყუა, რომ ერახს მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. ხომ ფაქტია, რომ არანაირი მასობრივი განადგურების იარაღი იქ არ აღმოჩნდა. 2 ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ ერახთან ომში. 2 ტრილიონი. დავკარგეთ ათასობით სამხედრო და არაფერი, საერთოდ არაფერი მიგვიღია სანაცვლოდ. ამიტომაც ირანზე თავდასხმის შემდეგ ტრამპმა მაშინვე განაცხადა, რომ ამით წერტილი დასვა და ირანის ბირთვული პროგრამა აღარ არსებობს, ისევე როგორც ახალი დაბომბვის მიზეზი. თუმცა Deep State-ი ომს ასე მარტივად არ ასრულებს. ომები მისი სიმდიდრის წყაროა. ტრამპი გაძალიანდება. ნეთანიაჰუს აამოქმედებს. Well, in the last few minutes, the office of Israel's Prime Minister Benjamin Netanyahu. რამდენიმე წუთში, რაც ტრამპმა თეირანსა და თელ-ავივს შორის ზავი გამოაცხადა, ისრაელმა ირანს ისევ დაარტყა და ორმხრივი სროლაც განახლდა. in Israel's interest that the ceasefire doesn't hold. ისრაელს სურს ირანთან ომის გაგრძელება და სურს ამ ომში ამერიკაც ჩააბას, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი სრულად გაანადგუროს. და ისტორიაში პირველად ამერიკის პრეზიდენტმა საჯაროდ შეიგინა. Trump did something on television. კამერების წინ რაღაც ისეთი ჩაიდინა, რაც არასდროს არც ერთ პრეზიდენტს უკადრია. ის ისეთი გაბრაზებულია ახლო აღმოსავლეთის სიტუაციით, რომ იგინება. ამის დედაც ვერც კი ხვდებიან რას აკეთებენ. იმდენი ხანია უკვე ძიძგილაობენ. შეთანხმებას მივახციეთ თუ არა, ისრაელმა ირანს ისეთი ცეცხლი გაუხსნა, აქამდე რომ არ მინახავს. ისრაელის სურვილია Deep State-ის სცენარით ირანში რევოლუციის მოწყობა და მისი დაქუცმაცება. მას ასევე სურს ქურთისტანის შექმნა, იმიტომ რომ ამით ირანს გარდა დაარტყამს ერახს, სირიას და თურქეთსაც. ისრაელს სურს წამყვანი ძალა იყოს რეგიონში და ამის მისაღწევად გამოიყენოს ამერიკა. ამავე რეგიონის კონტროლზე აქვს პრეტენზია რუსეთს, ევროპას, ჩინეთს. საკმარისია ერთი მცდარი მოძრაობა, არასწორი ვექტორით გადახრა და საქართველოს ომის ხანძარში გაეხვევა. დაპირისპირება ენერგორესურსების გავლენებისათვის ძალიან მწვავე ფაზაშია შესული. როგორ განვითარდება რა მიმართულებით არავინ არ უწყის. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი გააჩნია და საქართველოს მცირე რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს აი ამ გარეშე ფაქტორებზე. მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ნამდვილი ხნის მანძილზე შევინარჩუნეთ სტაბილურობა იმის ხარჯზე, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ. ბეწვის ხიდზე გავდივარ. ბეწვის ხიდზე მიუხედავად ამას ვაჟკაცობა უნდა. ამას გამბედაობა უნდა. პიროვნული გამბედაობაც უნდა, სახელმწიფოებრივი გამბედაობაც უნდა, მაგრამ პიროვნულიც უნდა და დღეს ეს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლების სათავეში, კობახიძე, პაპუაშვილი და სხვები კიდე, ხო? კახა კალაძე და გინდა სხვები. მარტო ეს რო გააკეთოს და ომს აარიდოს აი ამ ძალიან დიდი დაპირისპირების პერიოდში, მსოფლიო გლობალური ომის დაპირისპირების პერიოდში, მარტო ეს შეიძლება ჩაითვალოს მას დიდ დამსახურებად ქვეყნის და ერის წინაშე.
იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ომი რა საშინელი შედეგებით თავდება უკრაინაშიც, რომელიც ბევრ ახტაცებულ ექსპერტს ეგონა რომ უკრაინა მოიგებდა, მაგრამ უკრაინა რას მოიგებს, ყველა ვხედავთ, რასაც იგებს უკრაინა, განადგურებულია, მიწასთან არის გასწორებული. აქ დაიღუპა ჩემი ოჯახი. Когда нету никого больше. აღარავინ დამრჩა, რა დამრჩა, აბა რა, ბავშვებისგან რა დამრჩა, ფოტოები. А детей что? Всех покажи. Просто всех. და რა შერჩა ხელში უკრაინას? ნატოს წევრობა? არა. NATO has no business in Ukraine. ნატოს არაფერი ესაქმება უკრაინაში. უკრაინა არ არის ნატოს წევრი და არც რუსეთი და ჩემს ამოცანად მივიჩნევ, რომ ასეც დარჩეს. უნგრეთი ამას ღიად ამბობს. სხვები Deep State-ს უფრთხიან, რომ ომში მყოფი უკრაინის ნატოში შესვლა მთელი ევროპის რუსეთთან ომში ჩაბმას ნიშნავს, რაზეც ხელს არავინ მოაწერს. ხოლო ომის დასრულების უფლებას Deep State არ იძლევა. იგივე პერსპექტივა აქვს ევროკავშირში წევრობას. უნგრეთში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. 95%-მა ევროკავშირში უკრაინის მიღებას უარი უთხრა. მე ჩემი ხალხის მითითებით მოქმედებ და უკრაინის წევრობას არ დავუშვებ. ამდენი ადამიანი, ახალგაზრდა ადამიანი ჩაწვა მიწაში. ამდენმა ოჯახმა შავი ჩაიცვა და გაუბედურდა. ზოგადად და როდესაც საუბრობთ ამ თემაზე და მაგალითი მოყავს უკრაინის, პარალელს ვავლებთ. გვეუბნებიან, რომ სამაგიეროდ უკრაინა ძალიან დაწინაურდა ევროპული ინტეგრაციის პროცესში და განსაკუთრებით ახალგაზრდებსაც რაზმავენ იმისათვის, რომ როგორმე იქნებ უკრაინის დონეს მივაღწიოთ. It's a scale of war we haven't seen in Europe for decades. Костя, поможи вынести туда детей, да? Уже начинают заходить в дома. რუსები უკვე სახლებში შედიოდნენ, ზოგი მოკლეს. ჩვენ 5 დღე მეზობლების სარდაფში ვისხედით. თეთრი ფარდა ჩამოვხსენი და ჯოხს გამოვაბი. გავრისკეთ და წამოვედით. დარჩენა შეუძლებელი იყო. ქუჩაში მკვდრები ეყარა. ბავშვები ჭკუიდან შეიშალდნენ. If we had Georgia's დასავლეთ საქართველოსთვის სიკეთე რომ სურდეს, რუსეთთან ომში მის ჩათრევას უკრაინის მსგავსად არ ეცდებოდა. საქართველოს მთავრობა პასუხობს, რომ თავს არ გამოაყენებინებს და ქვეყანას არ დააქცევს. და საზოგადოებამ ეს გაიგო. არ იყო რთული, იმიტომ რომ თვალწინ უკრაინის მაგალითი აქვს. თუმცა მთავრობისა და ხალხის ნაცვლად NGO-ები ცდილობენ გადაწყვეტილების მიღებას. თანაც ზუსტად ისინი, ვინც ასეთივე ობსტრუქციას ეწევიან უნგრეთში, ინდოეთში, ყველგან და მათი შეჩერება რთულია, რადგან დემოკრატიის ნიღბით მოქმედებენ და როგორც კი უპირისპირდები, შენ დგები საეჭვო პოზიციაში. გაბრალებენ შენ, რომ შენ ახარ რუსი მონა, ამიტომ თვითონ მსახურობს რუსულ FSB-ში და ამაში რუსულ ფულს იღებს და შენ გეუბნება რომ შენ ახარ რუსი, მე მეუბნება. ელენე ხოშტარია და იქ წინა ყავთ გამოშვებული ეს გაუგებარი ხალხი, რომ 19-20 წლის გოგოები ჯგუფურად რო დედას იგინებიან, ხო და მე ამას თვითონ ვერ უიღებენ და ქსელში რო დებენ, ხო წარმოგიდგენია მაგათი მორალი რა დღეშია, ხო? ქვეყანაში არ იყოს სტაბილურობა, არ იყოს განვითარება, იქნება და განხორციელდეს ეგრეთ წოდებული მაიდანის სცენარი, რასაც მე აუცილებლად მოყვება უკრაინიზაცია და უკრაინიზაცია გულისხმობს უკვე ქვეყნის კლავს ომში ჩართვას. ამიტომაც ყველაზე მთავარი სამიზნე მშვიდობასთან ერთად სამწუხაროდ არის ჩვენი შიდა თუ გარემტრებისთვის სწორედ სტაბილურობის საკითხი. რა არის ალტერნატივა? მარჩიელობა არ სჭირდება. უბრალოდ უცხოურ არხზე უნდა გადართო, რადგან ნაცმედია ამას არ აჩვენებს. მის პროპაგანდას ეწინააღმდეგება. This child carried out of a burning apartment building in Odessa. ეს ბავშვი ცეცხლმოდებული სახლიდან გამოჰყავთ ოდესაში, რომელსაც რუსული დრონი მოხვდა. მხოლოდ ერთ ღამეში რუსეთმა 467 დრონი და 60 რაკეტა გაუშვა უკრაინისკენ, რომლებიც კიევში და არაერთ სხვა ქალაქში აფეთქდა. ტრამპის მიერ გამოცხადებული ზავის მიუხედავად, ცეცხლი არ წყდება ირანსა და ისრაელში. Israel's attack on Evin prison last week has killed ისრაელმა ირანში ციხე დაბომბა, რასაც 71 ადამიანი შეეწირა, ძირითადად პატიმრები. გაეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ირანი უახლოეს ხანში ისევ შეძლებს ურანის გამდიდრებას. არ გამორიცხავენ, რომ ამერიკის თავდასხმა ირანმა წინასწარ იცოდა და ქარხნებიდან მთელი ბირთვული მასალა გაზიდა. They are playing
ისე ჩანს, რომ Fox News-ი და Deep State-ის მიერ მართული ყველა სხვა მედია ომის პროპაგანდაშია ჩართული. ზუსტად იმავეს აკეთებდნენ ეს ტელევიზიები ერაყზე თავდასხმის დროსაც. ზუსტად იცოდნენ, რომ ერაყს ბირთვული იარაღის პოტენციალი არ ჰქონდა და მაინც ცრუ პროპაგანდას ეწეოდა. ისრაელმა ამ დღეებში 4 ჯერ შეცვალა პოზიცია. ჯერ ატომურ ბომბზე ატეხა ყვირილი და აი დღესვე თუ არ დავარტყით, ხვალ ატომურ ბომბს გვესვრის ირანიო. შემდეგ უცბად ირკვევა, რომ თურმე ირანში რეჟიმის შეცვლა ყოფილა მიზანი და ამ ინსინუაციებში ითრევენ ამერიკას. ინსინუაციებში ტრამპის გარემოცვაც არის ჩაბმული. ისინი, ვინც ტრამპის სამშვიდობო პლატფორმას მხარს უჭერდნენ, ახლა ომს ითხოვენ. რამდენი კაცი ცხოვრობს ირანში? არ ვიცი მოსახლეობის მოცულობა. არ იცით ქვეყნის მოსახლეობის მოცულობა, რომლის მთავრობის ჩამოგდება გინდათ? მითხარით, აბა რამდენი კაცი ცხოვრობს ირანში? 92 მილიონი. როგორ შეიძლება ეს არ იცოდეთ? და ირანის ეთნიკური შემადგენლობა იცით? ისინი ირანელები არიან, რა მნიშვნელობა აქვს? ის რომ არაფერი იცით ირანის შესახებ. დიახ, არ ვარ ირანის ექსპერტი. თქვენ ხართ სენატორი, რომელიც მოუწოდებს ამერიკას დაამხოს ირანის მთავრობა. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით ისრაელს, როგორც მოკავშირე. ხალხს, ძირითადად ქრისტიან მოსახლეობას, ხოცავენ სირიაშიც, სადაც არაბული გაზაფხულის რევოლუცია Deep State-ს ჩაუვარდა. თუმცა წლების განმავლობაში იმდენი ტერორისტული დაჯგუფება დააფინანსა, სანამ ასადის რეჟიმი არ დაამხო და ტერორისტთა ყოფილი ლიდერი პრეზიდენტად არ დასვა. წმინდა ელიას ეკლესიაზე თავდასხმა გაუგონარი ფაქტია. ბოლო 200 წელია სირიაში ქრისტიანების დევნა არ ყოფილა და თქვენი მმართველობის პერიოდში განახლდა. ჩვენ როგორც ქრისტიანები არ მივცემთ არც ერთ გარეთ ძალას ძმათა მკვლელი ომის კვლავ გაჩაღების საშუალებას. სირიის პრეზიდენტს, რომელიც ალ-ქაიდას ერთ-ერთი საველე მეთაური იყო, იმ ტერორისტული დაჯგუფების, რომელმაც ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტი მოაწყო, ევროპაც და ამერიკაც დღეს წითელ ხალიჩებს უშლიან, რადგან ასე სჭირდებათ. ის რეგიონში რუსეთის საპირწონეა. ბაშარ ასადი ჩამოვაგდეთ, ის ახლა მოსკოვში ცხოვრობს, ხოლო სირიაში ის რადიკალმა ისლამისტებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც ISIS-თან თანამშრომლობენ. ეს ჩვენი გამარჯვებაა. ცალსახად ძნელი სათქმელია, საკმაოდ ბუნდოვანი სიტუაციაა. რა არის ბუნდოვანი? სირიას ყავდა სეკულარული ლიდერი, რომელიც ისლამისტი რადიკალით ჩავანაცვლეთ და ახლა ის ქრისტიანებს ხოცავს. ეს იყო ჩვენი გეგმა. მთავარია რეგიონში ეს ამერიკის ჰეგემონიას ემსახურება. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. იმ ფონზე, რომ ამერიკა და ევროკავშირი საქართველოს სანქციებს უწესებენ, რატომ უსიტყვოდ არ გვემორჩილებიო? სირიას ყველა სანქციას უხსნიან. თითქოს იქ არც ტერორისტები არიან და არც უდანაშაულო ხალხს ხოცავენ. როგორ მოწონთ სირიის პრეზიდენტი? დიდებულია, ძალიან კარგი, სიმპათიური ახალგაზრდაა, ძლიერი წარსულით, ყოფილი მებრძოლია. სიმპათიურები ერთმანეთს საუდის არაბეთის პრინცმა კატარში შეახვედრა. სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ტრამპს $400 მილიონ ლაქშერი თვითმფრინავი, სახელად მფრინავი სასახლეო ფეშქაშა. ტრამპმა კი ორივეს ისრაელთან ურთიერთობის დალაგებისკენ მოუწოდა. ამერიკის პრეზიდენტი გულთბილად შეხვდა სირიის ლიდერს, რომელიც ალ-ქაიდას რიგებში იბრძოდა. შეხვედრას საუდის არაბეთის პრინცი ესწრებოდა, რომელმაც $400 მილიონი ღირებულების Boeing 747 აჩუქა ტრამპს. როდესაც ყატარში ჩავფრინდი და მათი ახალი თვითმფრინავების გვერდით ჩემი ძველი Boeing-ი დადგა, საერთოდ არ იყო შთამბეჭდავი. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის პრეზიდენტს ყველაზე შთამბეჭდავი თვითმფრინავი უნდა ჰყავდეს. ყოველივე ამის შემხედვარე, ისინი, ვინც ტრამპს არჩევნებში ეხმარებოდნენ და ამერიკისთვის Deep State-ის ჩამოშორებაზე ოცნებობდნენ, დღეს განგაშ სტეხენ. აცხადებენ, რომ განკითხვის ჟამი დადგა. ტრამპს ყავს მრავალათასიანი აპარატი, რომელიც სინამდვილეში უოლ-სტრიტს და სილიკონ ველის მილიარდერებს ემსახურება. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ჩვენი ძალების კონსოლიდაცია და დღესვე არ გადავარჩინეთ ტრამპი, ხვალ გვიან იქნება. როგორმე უნდა დავიბრუნოთ სუვერენიტეტი. ჩვენ ახლა ომის სახლში გვაქვს მოსაგები Deep State-თან და თუ ეს ახლა არ მოხდა, არც არასოდეს მოხდება. სუვერენიტეტის გადასარჩენად Deep State-თან ბრძოლაშია პატარა საქართველოც და ამ გარემოცვაში მშვიდობას სასწაულებრივად ინარჩუნებს.
რისკები ბევრია, რა თქმა უნდა. მთავარია სტაბილურობა გონის, აზრის და საზოგადოების ერთიანობა, რომელიც არის, მადლობა ღმერთს. ჩვენ ამას უყურებთ, ხო, ეგ ეს ტროილაილები, რომელიც 247-719 დღე არიან იქა, ხო? მაგრამ საზოგადოება ამას არ აყვა, არაფერს არ აყვა. გლობალურ თამაშში ითრევენ სომხეთსაც. საქართველოში მარცხის შემდეგ Deep State-ის ევროპული ფრთა ახლა ერევანს უგდებს სატყუარას და ევროკავშირის წევრობაზე ელაპარაკება. ცდილობს სომხეთი რუსეთთან საჯილდაო ქვად გამოიყენოს. პირველი ეფექტიც სახეზეა. სომხეთში სამოქალაქო დაპირისპირება მწიფდება. პოლიციამ ეჩმიაძინიდან არქიეპისკოპოსი გამოიყვანა და გადატრიალების მცდელობის გამო დააკავა. მთავარი მოქმედი პირი არის სწორედ არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალესტანიანი, რომელიც რეალურად კტრიჩ ნერსისიანის, ანუ გარეგინ მეორის ლოცვა კურთხევით იღებდა ამ პროცესებში მონაწილეობას, რაც წმინდა ბრძოლა ერქვა და რომელიც ახლა უკვე ძალადობრივ ხასიათს იძენდა. ამავდროულად აქტიურად არის ჩართული დაშნაკ ცუცუნი ამ პროცესებში, სადაც კგბ-ს გავლენა, რუსული სპეცსამსახურების გავლენა არის უზარმაზარი. ეკლესია იყო და რჩება ბრიუსელის სამიზნედ საქართველოშიც. მეხუთე კოლონის გამოყენებით, ყველა ძალით და მეთოდით ცდილობს მისი ავტორიტეტის ჩამოშლა. თუმცა არაფერი გამოსდის. ეს იყო აპოკალიფტური მხეცი, რომელიც სამწუხაროდ საპარტიაქოს ჯურღმულებიდან საკუთარი პრობლემების გადასაფარად გადმოუშვა. ჩემი ეკლესია ვერ იქნება, ეს ხალხი არის სტალინისტი, პუტინისტი მორადმოქმედების თავყრილობა. აიკრიჭეთ წვერი და წადით თქვენც, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ, ხმარა მოიღოთ არავინ. იმიტომ რომ სამარცხვინოები ხართ, მართლა სამარცხვინოები ხართ. ჩეკისტები, რომელთაც ანაფორები აცვიათ, თუ გვატყუებენ, ძველი ცეკასდროინდელი კგბ-ს მიერ შერჩეული ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სტაბილურობას, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას, მათ შორის ეკონომიკურ წინსვლას და მშვიდობას კიდევ უფრო მეტი ფასი დაედება არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მათ შორის ჩვენი მეზობლებისთვისაც. აქ თუ გაივლის დიდი სატრანზიტო ხაზები, როგორც არის ჩინეთის და დასავლეთისკენ მიმდინარე სატრანზიტო ხაზი და ინდოეთიდან დასავლეთისკენ მიმდინარე სატრანზიტო ხაზი და ასევე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ თუ წამოვა სატრანზიტო ხაზი, მაშინ ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ გადავრჩებით იმ გლობალურ ომში მოხვედრას, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანას ემუქრება დღეს უკვე მსოფლიოში. რა არის მთავარი ინდიკატორი, რომ საქართველოს სწორ გზაზეა და გლობალურ კატაკლიზმებს გადარჩება? Deep State-ის არსენალში მეხუთე კოლონის განეიტრალება და ყველა მეზობელთან ეკონომიკური კავშირის გაღრმავება. ორივე ინდიკატორის სახეზეა და არის მშვიდობაც და სტაბილურობაც. და ეს არის ფორმულა.